ახლა ნიკა ჩიტაძეს უსმენთ და თქვა რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს მკვეთრი კურსი ქონდა დასავლეთისკენო და ახლა ქვეყანა მიდისო რუსეთისკენო. თქვენ რა განცდა გაქვთ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? ადრე ხდებოდა ეხლა რა ხდება? დიახ. აი რა შედარებები რომ მოვახდინოთ. ის წინა ხელისუფლების დროს შეცდომები იყო რაღაცა ევროპაში წასვლა რატო გინდა? ევროპაში გინდა ევროპა იმიტომ გინდა ეიფელის კოშკის მომწონს და სიქსტინის კაპელა და უშენერესი ქალაქებია, მაგრამ აი სხვა არ არის ევროპა. ევროპა გინდა დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. იმ 9 წლის მანძილზე ყველა ეს ინსტიტუცია, რაც კი დემოკრატიული ინსტიტუცია, ყველანი გათელილი იყო. პარლამენტი არ იყო, სასამართლო მთლიანი მთავარი პროკურორის ქვეშ იყო. ანუ ქვეყანას მართავდა 5 კაცი, პრესის თავისუფლება და ტელევიზიის თავისუფლება გახსოვთ, თეფშების დაყადაღება გახსოვთ და მასქერის ისიც რო არ გატარდა წესიერად. ანუ ყველა ინსტიტუცია, რაც კი დემოკრატიას შეეხება, აი თავდაუნებოთ წამებებს, კვლელობებს, ამ ყველაფერს. დემოკრატიული ინსტიტუტები გათელილი იყო მთლიანად და რაღა ევროპაში მიდიოდა ქვეყანა თუ ასე ვთქვათ საკუთარი მოსახლეობა დაჩმორებული ყავს, დაჩმორებული ხალხი შერეკვა ევროპაში, ესე დაჩმორებით შეუძლებელია, ხო ეს? ანუ თქვენ თქვით რომ ოქსიმორონი არის, რომ შენ ქვეყანაში თუ ადამიანები ასე არიან დაშინებულები, ხმისამოღების ეშინიათ 300,000 პროვოციონერი ყავს და რა ვიცი როგორი ფონი იყო არა, მართლა შიშის ფონი და ეს ციხეში წამებები და 1000 მებედურობა როგორ შეიძლება ეს კავშირში იყოს რამდენად ევროპასთან და 2012 წლის მერე ეს ყველაფერი დასრულდა. ამიტომ ეხლა დემოკრატიის ხრივადაც ეხლა პრესი თუნდაც ის ავიღოთ ტელევიზიის თავისუფლება, რაც გინდა ვისაც უნდა ილაპარაკებს, ანუ ამ ხრივ წინსვლა არის რა თქმა უნდა დემოკრატიის ხრივ და თავი რო დავნებოდა რომ წამებები ეს მასიური წამებები ციხეებში მოისპო. მარტო ეს არის რომ სხვა გალაქტიკაში აღმოჩნდით 2012 წლის მერე. აი თქვენ თქვით რომ პარლამენტს არ გავდა ინსტიტუციებზე საუბრობდით. ახლა სანოტარო ბიურო დაარქვეს მაშინ პარლამენტს. ახლა აი თქვენაზე საუბრობდით რომ აი წინა ხელისუფლების დროს პარლამენტს არ გავდა. ისინი საუბრობენ სწორად დღეს იმაზე რომ აი ეს პარლამენტს არ გავს, რომ არალეგიტიმურია. არ შევიდნენ და იმიტომ. ახლა თუ არ შევიდნენ ერთი მხარე დარჩება მარტო რა. ვინუშილდა შესვლა. წინა ხელისუფლების დროსაც ხო გახსოვთ თქვენ რომ აი ვიღაცებმა მანდატები დაახიეს, მაგრამ ამაზე არ იყო მაშინ საუბარი, ჩვეულებრივად ლეგიტიმურად გამოაცხადეს ის პარლამენტი თავად, ხო? თავად ვინ? იმ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ. როდესაც დაახიეს მანდატები და გასაგები ხო აქაც ასე იყო რომ ღია იყო შეძლოს შესვლა და არ შევიდნენ ხა მე მგონი არ შევიდნენ იმიტომ რომ ქონდათ იმედი გაყალდაზე არ იყო ქონდათ იმედი რომ ქუჩის აქციებით რევოლუციას მოახდენენ და მე ახანეს არ მოხდა ასე და ქართულ ხალხმა ძირითადად არაიტაცა ეს რევოლუციური რაღაც სლოგანები. ამიტომ ეხლა რაც ისეთ მდგომარეობაში არიან, ვერც შევიდა, ვერც გარეთ და რაც ამგვარი